გონიოში მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. თელავში დღეს მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა გაიმართა. პროტესტს მოქალაქეები თბილისიდანაც შეუერთდნენ. ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. თუ ჰამენი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა. უკრაინაში სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა. გაცვლა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მოხდა. დღეს გათავისუფლებული დამცველების უმეტესობა ოფიცრები არიან. მათი ნაწილი 25 წლამდე ასაკისაა. მასშტაბური ხანძარი დუბაის ცათამბჯენში ევაკუირებულია დაახლოებით 4000 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.